პერანგი ეცასაც აიღო ჩემმა საყვარელმა ქმარუკა. იქ იქნება საძინებელში. კარგი. ნუ? ქმარუკა. აი ხო გიცან. ჩემი ნათესავი ხარ. აი ესე კარგია, მომეწონა. სიძე შეძველო. ისე სადიპოვე ირაკლი ესპერანგი მე აღარც მახსოვდა რომ გქონდა. აი მარიკა ჯერ სადახარ. რამდენ სიახლეს გაიგებ შენ საგალშეზე. მეუღლეზე ჯერ სადახარ. ისე ირაკლი შენ მეორე ცოდის მოყვანი არ ხარ ესპერანგი მეომეცი ხო? ცოტა ხანი ხო შეიძლება გაჩუნდე როდესმე ხო შეიძლება გაჩუნდე რა არ მაქვს შენი თავი რა რა თავი გექნება გერაცოლი იმდენი დალი ისე ამდენი შეიძლება დალიო შენს ქორწინში საკუთარ ქორწინში ამდენი შეიძლება დალიო მე მაგალითად შემწყობოდა ადგებოდა დავიდოდი საერთოდ გათო ირაკლის გუშინ ბევრი არ დაულევია ეს შენიყავი ისეთი ნაცვამი რომ ყველა გეგონა მთრალი მადლობ გეგონა ეს კარგი გამახსენე ერთი წუთი შეყომდით ახლად შეძენილო ნათესავ ერთი წუთი მოგზანდით ის დაგავიწყდა ლაშას სპიჯაკი რო ჩაიცვიდა ოსურს როც ეყვავდი მართლა კოსტუმა ხარ რა ირაკლი პური არის ამოსატანი მე მეზარება დათო მომოიტანოს მე რატომ უნდა მოვიტანო? აბა მე რატომ უნდა მოვიტანო? შენ იმიტომ უნდა მოვიტანო, რომ ახლა შეძენის ეხა და თავი უნდა მოგვაწონო. უნდა ჩაირბინო და ამოგვიტანო. აბა როგორ გინდა? რა მოგეწონა ამ კაცის მარიკა შეერა გამაგია. პური ამას არ ამოგდა საქორწინო მოგზაურობაში თქვენ არ მიდიხარ. გეგონოს, ვინ მოგახსენა რომ არ მივდივართ? რა მიდიხარ? დიახ, მივდივართ ერთი დღით. სად და ახალდაბაში. აი მე მეწამოვალი რა. რა თქმა უნდა წამოხო. რა თქმა უნდა, აბა რა სიზა, ეს უკვე გათვლილია ყველაფერი წინასწარ. სამივე მივდივართ. მე შენ და მარიკა. ჩავდივართ ახალდაბაში, მე და მარიკა მოვდივართ ჩემი იქ ბიზნესზე. სანცარა ხარ. ნიგადი რა. რა გოგო დავხუპე? სანუ, კურიერის სერვისი არ გაქვთ, ა? ახალ დაქორწინებულებს მინდა შამპანიური და საფრთხე აუტყა. დამტოხალოა. გამოსადენი. მიდი და კითხე. მოხალხე. რა გჭირ? რა ვიცი რა. ანანო. ხო. კაკომ დაპატიჟა რესტორანში. კაკომ? კაკომ არა არსენამ სანდრო. აი, ყაჩაღის სახელი მახსოვდა და. დათო, რესტორანში დამპატიჟა დღეს და შენთანა ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, ხო? ვიცი რა არის, მე მგონი პერედოკის ამბავია. რა პერედოკი, სანდრო, სერიოზული საქმე მაქვს. კარგი, ახლა არ მითხრა რომ კარობკა. აი. დათო, იცი, საერთოდ აზია რა უნდა მითხრას და ღელა ვიცი. მე ვხვდები რა უნდა გითხრას. რა და გეტყვის რომ ზუბჩატი რემენი წინა დაუკანა ბამპე
ამორტიზატორები ეს ყველაფერი წარმავალი და ცვეთადია. სიყვარული კი მარადიული. აკები შენს მიდი ყოჩახ. არა იცი რა იქნება სალომე, ალბათ შერიგება უნდა მაგას იცი. იმიტომ რომ მაშინ ხო ძალიან მაგრა ვიჩხუბეთ და ეხა კიდე აუ რა, წავიდე საერთოდ. ანანო იცი რა ქენი, მიდი. ოღონდ თვითონ გაბრაზებული ხარ, არ გაინტერესებს რას გეტყვის, მე სულ ეგრე ვაკეთებ ხოლმე. ვისთან აკეთებ ხოლმე ეგრე? არ იცნობ სანდროში, და? ვიცა? იქნებ სიყვარული უნდა აგიხსნას. და ცოლობა უნდა გთხოვოს. ხო, ცოლობა. შერჩეული ექნება. არა რაცა. ბეჭედი შერჩეული. ბეჭედი თუ შერჩეული ექნება, მე ურჩევდი სამაჯური. ეშო, ამაზე როგორ დაწამოდი. კარგით რა, ნერვიულობთ ხო გეუბნებით და რას დამცინით. კარგი ხა მართლა ანანო, რას ნერვიულობ, მე აქ რისთვის ვარ. ხო იცი არა, სიყვარულში როგორი მე გამოცდილი, დაბრძენებული კაცი ვარ. შენ დაბრძენებული, სიყვარულში დაბრძენებული ხარ? არ მეტყობა? როგორ არ გეტყობა? უბრალოდ ამდენი ხანი მე ვფიქრობდი, ამდენი ხანი რაც შენ გიცნობ მე სანდრო, ეს კაცი რაღაცას ხდებოდა, ეს კაცი არის რაღაცაში დაბრძენებული. რაღაცაში ნეტა რაშია და ფიქრობდი ნეტა რაში და აი სიყვარულში ყოფილა დაბრძენებული თურმე. ყოჩახ სანდრო გამიხარდა. დავისვენე მეც ამდენი ფიქრით. ისე მე ჩვენ წამოვალ და დაგიხმარებით ძალიან კარგი იქნება. რა ისი, რაში გამოგადგა? ჩემ სიბრძნეს შენ სიბრძნეს გამოი. აი რაღაც მარტო მე დამპატიჟე, გაგიჟდი თქვენ სად უნდა გამომხ. აი და მიდი წამოვალ და. გასა რა დაგინახოთ სირცხვილია რა უთხრა მე. სირცხვილია? არა, მორჩა გათავდა არა. კარგი, არ წამოვალ. ისე რა კარგი იქნებოდა რა. აი ისე ყოჩახ თქვენ რა. ჯერ მარიკა და ირაკლი. ეხა ვახო და თამარი. რა ვახო და თამარი? ჰა? შენ და რა ვახო და თამარი? რა ვახო და თამარი? მე ვთქვი ვახო და თამარი. მე ვთქვი ვახო და თამარი იქნებიან მეჯვარეები მეთქი. ან ვახო და თამარი, ან ირაკლი და მარიკა, ან ვახო და ვახო, ან მარიკა და ვახო, ან ირაკლი და ვახო. ანუ ნახოთ. ეს მითხარი რა გითხრა იმან რა ქვია ერეკლეო თუ რა ქვია არსენა არ გეტყვით მე თქვენ არაფერს წავალ ხმა შევხვდები მოსული არ დაგინახოთ ეგ არც ერთი გაიგეთ კი ბატონო არა და რა კარგი იქნებოდა თქო მიმორეთ მე არ მოვალ ეხლა როგორ მოიხსევით ჩვენს Never let me go. You're my darling. მისკდება თავი რა. არ მეგონა მე გასიხილი სტაფილო თუ ასეთ ნაბახუსებს მომცემ და მე არ მეგონა. ჰა? თამა. მოგეწონა გუშინ ცხეიძეებთან, კაიყო? მომეწონა, აი ძალიან მომეწონა. რაზე ეკითხებოდი ლაშა? ვახოზე ვეკითხებოდი რა და? ქეთევან. ამას აჭამე რა, მეტყობა კალორიები დააკლდა და რაღაცებს ბოდიალო. აბა. რა სუფრა იყო გუში? რა სუფრა იყო რა? რა კუჭმაჭი, რა მწვადი, რა საცივი და არ მიჭამია. რამდენი კილო დაიკლო? ცხეიძეების მასი ვარ მაგუშინ. კარგი ახლა თამრი ხო ხედავ ბიჭი დიეტაზეა და პატიოსნად იცავს დიეტას, ნუ აღიზიანებ ხო? ახლა შენ გინდა თქვა რომ ეს დიეტას არ არღვევს, ჩემი თვალით მაინც არ მენახა. ქეთო. რა ლაშა? რაო? შენ ვისა ის უწოდი ბრინჯის არის ხო?
წვადი მოიცადე შენ წვადი ჭამე ლაშა რაიმე წვადი რა მექნება ბოსტნეული აღარ იყო და რა იქნებოდა ყველაფერი შეჭამე და ის 2 ლიტრიანი ყანწი როგორ დაალია როგორ გამოცალე რა ყანწი მე სად ვიყავ არა ქეთევან არა მე არ გამბო რა ყანწი ის ყანწი კარგი ხარ თამა რატოი ამ ნუ არ გახსოვს იმიტომ რომ იმ ხელა ყანწი დაალია რა გემახსოვრება მოიცა გამოცალე ის ყანწი ხო ოჩახ მურთაზიჩ რა ოჩახ მადლობა დიდი მადლობა ლაშო კარგი ქეთევან დაწმანდი რა მოგი ხელი თამა რა შენს კიდე რა ხო ხედავ ნერვიულობს ასუხმები ყველაფერს კაცო ყველაფერს და ის აჭარული ხაჭაპური რა ჭამე აჭარული კი არ ჭამე აჭარული ვიცეკვე აჭარულიც არ უნდა იცეკო არ გიხდება ადამიანი მართალი არ უნდა იცეკო აჭარული ლაშა შენ ისეთ ტანზე ხარ რომ რივერდანსი უნდა იცე კეთო წავედი მე და შენ აიღე რა მე ეს ფინჯანი ხო წავედი მე არ მერვიო ჩემ თავს გაფიცებ არ ვიყარი კაკ და მაგერ ფიბლებს აბა ნუ ახლა კარგი თქვენც კიდე წავალ ნამთეცობა იქნება რაღაცა ჩხეიძერთან და კარგი ეხლა არ გაახსენო ეგ უნდა კიდე ეხლა მაგათ რა არა ქეთება რა უნდა გავახსენე ხა მაგას გავახსენებ მე მაგას გავახსენებ ლაშა აქავარ ხო მოდი აქ ვაიმე ტელეფონი დარჩა თამრის და გეხვეწები რა ტელეფონი დარჩა თამრას მომეც არ შეიძლება მომეც ხელი შენ მომეც არ შეიძლება ხუსი ტელეფონის აღება მომეც არ ნახო არაფერი არ წავი აუ თუ ნახვა გეხვეწები მესიჯები ნახო რა ვისმოწერა ვის დაურეკა ვის გადმოურეკა მე ნახულობ ქეთევან ნახულობ მიდი აბა მიდი აჰა რაო აბა მაგარი მესიჯია რა თქვენი ბალანსი შეივსო 1 ლარით შემიდა ქეთევან ნახე შენი მესიჯია მე რაო აბა თამარ ლაშას შოკოლადი დავუმალე და ვერ იპოვა შოკოლადი დამიმალე შენ მე? ვინ დაწერა? შენი მესიჯია შოკოლადი დამიმალე მე? მე არა მე არ შოკოლადი დამიმალე მე არა რასისულია შენ თავს პიცა შოკოლადი როგორ დამიმალე? დამიმალავს და შენ თავს პიცა როგორ დამიმალე შოკოლადი? შენ თავს პიცა როგორ დამიმალე? შენ გეპიცები მე არ დამიწერია გეპიცები არ დამიმალე გადი აბა იქნებ ჩხეიძეებთან ნამცეცობა ლაშა მიდი აბა გადი გავა მაგრამ როგორ დამიმალე? არა მე არ დამიმალავს გეპიცები შენ თავს პიცა ვერ ვიპოვე არა ის ოდა აი ასე ჩემო მარიკუნა ამის შემდეგ აღარ გავყევი კრივს ხო გავყევი მედიცინას ხო ასე ეს პრობლემა ისა მარიკა მართლა შალოვნასთან არ დარეკე ბავშვები როგორ არ იღლება შალოვნა ამ ხელა ოპერაციის მერე ბავშვებს რო უგლის არა ირაკლი უკვე კარგადაა უბრალოდ თხოვა ცოტა ხანი ბავშვები დამიტოვეო და მე უარი ვერ უთხარი არა რა უარი მარიკუნა რას ლაპარაკობ ვიცი როგორ მიხარია კარგად რო არის ჩვენი შალოვნა ფორმაში რომ მოვიდა ისევ ხო სალომე საწავა ხოლმე ეს გოგო რა როცა გჭირდება მაშინ არა სალ უი მარიკა ვახოს ტელეფონი დარჩენია და კიდე უი მარიკა უფრო უი რა მესიჯი მოსვლია კარგი ახლა ხო არ წავიკითხავთ არა მაგას არა როგორ გეკადრება რას წავიკი რას ლაპარაკო მესიჯს როგორ წავიკითხა უხერხულია სვისი მესიჯების წაკითხვა რა თქმა უნდა არაფერი არ მოხდება ვისგან არის უნდა მარტო ვისგან არის იმას უნდა ხავ 100 ჯერ უი მარიკა ანუ უი ეს 100 ჯერ თამარისგან არის თამარისგან? ხო
ესე იგი თამარისგან, ხო? ხო, თამარისგან ესე იგი. თამარისგან SMS-ი ვახოს? ვახოს SMS-ი თამარისგან ესე იგი. სალომე. ხო. ბარი მორთეთ, ხო უკვე? კი ბარი გაკი. მამაზია. და ლუც მომიტან, ხო? გაქვს უკვე ირაკლი, კი? მაქვს ლუდი მომიტან. კიდე ხო მომიტან, ამას რო დავლევ. კი, ირაკლი. ხო, ლუც ვარდრია მოხდება ეს დავიკითხავ. სირცხვილია კი. გამანებე თავი. ერთი. სირცხვილია, სირცხვილია. ო, რა, მიდი. ვაიმე, მარიკა არ მჯერა წაიკითხე. ვაიმე, სალომე არ მჯერა წაიკითხე. ვაიმე, ირაკლი არ მჯერა წაიკითხე. ჩემო სიცოცხლე. მომენატრე. შენი თამუნია ამუნია. მარიკუნა. შენ იცოდი თამარი ამუნია რო იყო? ნუ მისე ამუნია არის კი. მოიცა უნდა მივწერო რაღაც. მოიცა კი. მოიცა ერთი წუთი. რა წესია, სირცხვილი არ მიწერო არაფერი. სირცხვილია? რა წესია? რა ვიცი აბა. ნუ კარგი. თუ მიწერა, მაშინ ის მაინც მიწერე. მეც მომენატრე. ხო. ეგრე რა მარიკუნა სხვას მეს რა ესე მეც ძალიან მომენატრე შენი ახლა ისეთი რაღაც უნდა მივწერო რომ ამის პასუხის მოსმენა შეიძლება თქვენთვის რეკომენდებული არ იყოს. ხო? ხო. იცი რა ირაკლი? მაშინ მე იქით გავალ. არ მინდა რამე შარში გავეხიო თან მით უმეტეს თამართან. აი, კეთევან მოვიდა. მოიცადე? მეც ძალიან მომენატრე შენი ვახუნია დათუნია. ესე იგი, კეთევან, მე ვარ ლოკო. ხო და ეს კიდე დათუნია რა. აი, თამარ, კარგი, მოიცადე. ესე იგი, რა წერია? გუშინ ძალიან ლამაზი იყავი, ჩემო ფერია. ვაიმე, მანახი რა. გუშინ ძალიან ლამაზი იყავი, ჩემო ფერიაო. ვაიმე, ერთი ეს როგორ მივწერო რა. მასწავლე რა ეს როგორ კიდე მოვიდა შეხედე. აი რა სერჩი ახლა რა თითები დაიტეხა წერით რა. მოიცა რაო რას წერს? შეხედე. დღეს საღამოს რა საკეთებო? ეგრე რა შეკაცო შეგენაცვალა. მოიცა შეხედე კიდე მოვიდა ესე იგი. მოიცა დღეს საღამოს ერთად ვივახშმოთო. ვივახშმოთო ლაშა. მე წავალ კეთება. კარგი ახლა. არა, განა იმიტომ კი არა რომ რაღაცა. გავიგებ მართლა მივიდნენ თუ არა? კარგი ახლა მოიცადე, არა, გაჩერდი ახლა რაღაცა ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რომ უფრო გამოვტეხოთ. აღარ შეიძლება. გამოვტეხო, რა მაგალითად? იცი აი მაგალითად მოიცა მოვიფიქრე. მოიცადე რა მაგრები ვართ რომ ვერავინ ვერ გვამჩნევს. ჰა? კარგია. მიდი დავწერ, მოიცა? მე რა მაგრები ვართ რომ ვერავინ გვამჩნევს. ხო, სულ ვერავინ გამჩნევთ.
საერთოდ ვერავინ ვერაფერს ხდება. მარიკუნა ისე რამაგრები ვართ ეხლა რესტორანში ხო დაუნიშნეთ პაემანი ხო წარმოიდგინე რომ მივლენ ჩვენც იქ დავხვდებით ხო და გამოვტეხავთ ყველაფერს მოიცა კიდე მოვიდა ერთუდი ესე იგი ამ საგამოს გნაკავ ხო Gnakhavs, აბა ლაციდავს, ლაცა? Go. აჰა, უფრო ხშირად გნახავდი, ის ლოქო რო არ გვიშლიდეს ხელს. შაბეჭო რაღაცა ამბოლოს ხო იცი? მაშა კარგი ახლა მაგის დროა მიდინახე ერთი მიდი რას წერს მიდინახე დაარწმუნებული ვარ ისეთივე ლამაზი იქნები როგორც ყოველთვის ჩემო ყინულის დედოფალო მაშა რაღა უნდა მიწერო მაშა შეხვდი მოიცადე მე მოვიფიქრებ ახლა მე ვიცი ახლა რასაც გავაკეთებ რას ვაკეთებ და ნათესავებს უნდა შევატყობინო თელ ქვეყანას უნდა გავაგებინო ჩემი ერთადერთი დისგაბედნიერება ლაშა ქორწილია ქორწილი მოკლედ ანანო ოდიში მინდა მოგიხადო. ო მაპატია, მაგრამ ეხლა თვად ჩემი ბრალიც არ იყო, ხო გესმის არა? ანუ შავზე არსიან ხდება ხოლმე გაუგებრებები, ეგ არაფერი. ო. მაგრამ ეხლა თვად ბოდიშის მოსახდელად არ მოსულა. შენთან ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს. ეგ ხო მითხარი უკვე. მაგრამ ეხლა სანამ ვისაუბრებდეთ არა? სად არის ეს ოფიციანტი? მოიცა გავარკვევ და მოვუყევდი. ჯერე გაყვია მე აქ. ფუ, გავარკვევ. აი. დათო ხარ აქ. დათო. საჭდები და რას როგორ რამიდა რამიდა და მე იქ ვიждები მე და მე თუ დახმარება დაგეხმარები განიშნებ რაღაცებს იქნებ რა ეს აში გამოგაგდეს აბა როგორ ვიდა მარტო ხوار გამოგიშვებდით აქ მარტო ხوار გამომიშვებდით სანდრო სად არის სანდრო დათო სად არის სანდროზე არ ინერვიულო ესე ფანტასტიკურ ადგილს გავუშვი 100%-იან რა გითხარ სანდრო ვაფერი არ მითხრა ჯერ ნუ სერიოზული საქმე მაქვს მაგას ამბობ და დათო რა უპასუხო მე არ ვიცი რა უპასუხო და ის ხო რაღაცას გეტყვის დაფიქრდი ცოტა ხანი იფიქრე და მე შენც უთხარი ხო ესე უპასუხე მე ხა წავალ ჩემს ადგილას დავბრუნდები კაი არცენას უთხარი ერთი ნუდი გამოუთაშჭე არა სანევარ შეაწუხებ კაცშვილი ყურადღებას არ გეცემს მე ვარ კარგი არ თქვენ ხართ და რომ მახვედით დიდი ხანია აქ მუშაობთ 10 წუთია დავიწყე მამაჩები მეგობრის ყოფილა ეს რესტორანი და რას მირთმევთ თქვენ რას გვირჩევდით მე? რა საჭმელს აი აქ აკეთებენ ჩვენთან სამზარეულო აქვე ძალიან გემრიევა კარგით არსენ ესე იგი ეს მეტყობა ახალი თანამშრომელია და ჩვენ ოთხასთან ეს რას მეცილაპარაკებს მით უარესი იქნება ჩვენთან კარგი
მოკლედ, მაშინ ესე იგი ცეზარი, ერთი, თევზი შემწვარი, ორაგული და ერთი ბოთლი შავი ღვინო. კარგი, ესე იგი ცეზარი, ორაგული, ერთი ბოთლი შავი ღვინო. შენ ნუ იკრიჭები გოგო ცოტა სერიოზულად. ხოდა რა მინდოდა რომ მეთქვა, მოკლედ რაზე მინდოდა მემა თქვენ არ უნდა უთხრათ რაც შეუკვეთეთ? მე ის უნდა უთხრათ თქვენ ახლა რასაც ეთქვით. არა. თქვენ ახლა იმ სამზარეულოში უნდა მიბრძანდეთ და რაც ჩვენ შეუკვეთეთ ის უნდა უთხრათ. რა სიტყვაა მზარეულები? მოვიდნენ შედან არაფერს არ უკვეთავ და სირცხვილ არ არის უხარ მიბრძანდეთ რა. რა პრობლემაა? აი, ჩვენც მოვედით, რამე ხომ არ გამორჩა, აბა მიდით. მე დაგვდავა, რა ცოტა ხანი უხერხულია საუბრობთ არა? ანანო, უმაცთი? ანანო? უკაცრავად, თქვენ რა იცით რომ ანანო ქვია? მე რა ვიცი, ანანო. ანანო რო მე ნიჭი. აი მე მაქვს ასეთი დაფარული ნიჭი სახეზე რომ უყურებ კითხულობ ეგრევე ვიხდები რაც ხვია აი მაგალითად ანანო ხო აი იმ მოქალაქეს ახლა რომ ცდილობს გაზეთი წაიკითხოს დათო უნდა ერქვას და თქვენ სავარაუდოდ არსენა იქნება აი მე რა ნიჭიერია და სად მოშევთ ხა ამას რო პატრონი გეხვეწებთ, სხვა მაგიდებსაც მოემსახურეთ რა, ძალიან დიდი მაგ. სიამოვნებით მომემსახურებით სხვა მაგიდებსაც. აბა რას ინებებთ? ჰა? მოქალაქეები, რას ინებებთ? ჰა? გადი. ჰა? გადი. იცით რა? თუ არაფრის შეკვეთას არ აპირებთ, დატოვეთ ჩვენი რესტორანი ძალიან. სანდრო, გადი აქედან, მე ვარ სანდრო. ძალიან გთხოვთ, ნუ მაიძულებ დაცვა გამოვიძახო. ან შეუკვეთეთ, ან დაბრძანდით აქედან. რა მაგარია. მე შევიძლია აუდგე და გაგაგდო აქედან. ეს რო ირაკლიმ გაიგოს, ჩაიწვევს ოფიციანტის ფორმას, მოკიდევს და გაგაგდებს სახლიდან. იუმორ. და გადავწყვიტე რომ სერიოზულად მოვეკიდო ჩემს მომავალს, ხვდები და აი შენი დახმარება მჭირდება რა. გადავწყვიტე რომ სერიოზულად მოვეკიდო შენს მომავალს და ჩემი დახმარება გჭირდება. დახმარება გჭირდება. კარგი. თუ რამე შემიძლია, დაგეხმარები. მე ასულ გიხარდი დადეჭახო. კარგი, თუ რამე შემიძლია, დაგეხმარები. არსენი იცი რა არის? რაღაც ნერვიულობ ხა შენ და მოდი პირდაპირ თქვათ მეცნიერ. კარგი. ანანო. აი. ნახე. აი. ვაი მე არსენ. ბეჭედი? ო ანანო. აი ბეჭედია. ვაი მე. დიახ, აი ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. ვაი მე დათო. ბეჭედი მიცა? ოჯახი უნდა შევქმნაო. ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და მინდა რომ შენ არა. შენ მინდა რომ ჩემი მეჯვარე გახდე. ეგრე რა. გილოსა არსენ გენაცოლი როგორ გამახარე თქვენ ის არა ის როგორ არა ის ჩემი მეჯვარე გახდიო მეჯვარე გახდიო ის არაო არაო მეჯვარეო და
გამბრძანეთ. საჩივრის წიგნი მომიტანეთ. რატო? საჩივრის წიგნი მომიტანეთ. უნდა ჩავწერო რომ მიმტანი არის ყრუ. კეთება. ბატონო. ასეთი პატარა ვაშლები სად იყიდეთ? მე არ მიყიდია, თამარ მამოიტანა. ისე ზომაზე კი ეტყობა თამარი რო იყიდა ამას. ვაიმე, სად არის ნეტა ჩემი თამრი ყვამდენ ხანს რატო იგვიანებს ალაშა? კეთება. თამარი ახლა შეყვარებულია და მოუყვება ალბათ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სიოს უყვება ვახოზე. ვაიმე, იცკლაში ყვაი ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი და ჩემი თამუნა, თამრი ყვარის შეყვარებული. ვაიმე, რა ბედნიერება, აუ, კიდე უნდა ვნახო ვახოს გამოგზავნილი მესიჯები რა. კეთება, იმდენჯერ ნახე, უკვე იმდენჯერ რომ მე მგონი ზეპირად უნდა იწვო. ვაიმე, ლაშიკო, იცი მე რომელი მომწონს ჩვენი გაგზავნილი მესიჯებიდან, აი შეხედე. მოიცადე მოვძებნო, აი, მე ბედნიერი ვარ. რადგან შენ სწორედ იმ ქალაქში გაგიცანი, რომელიც შენმა მოსახელემ, ასევე დიდმა ვახტანგ გორგასალმა დაასა. კეთება. ოჩახ ვახოს რა. ისეთი საქმე გააკეთა, ისეთი საქმე რომ ერთი ძეგლი ამასაც უნდა დაუდგა. სახლში ხარ? შენ სულ ჭამაზე უნდა ფიქრობდე? ო, როგორ ახალს ბიჭი ფორმაშია, ხო? როგორ ახარ? ჩემო თამუნია ამუნია? შენი თამუნია ამუნია ვარ? მართალია ხარ, ჩემი არ. ინულის დედოფალო. რა დაგემართეთ? კეთება, ამას სტაფილო დააკლდა? სტაფილო? ხო. აქეთ მობრძანდით ჩემო მზის სხივო. მადლობა. ჭირს ამას. ხო, რას მიყურებ, ლაშა, რას მიყურებ? დაღლილი ვარ, იცი რა, ძნელია ყოველდღე ჩადი მაღაზიაში, ამოდი, ჩადი. დავიღალე. ნერვიულობ თამარ, ცოტაც მოითმინე და მანძილი მაღაზიიდან შენ სახლამდე ოდნავ შემცირდება. რა ჭირს ამას? ამინდის ბრალია, ხო, რაღაცა რომ ისე. ო, ამინდი მზე გაზაფხული. მე ჩემს ოცნებას ამ გულში ვმალავ, მე ჩემს სიყვარულს მზის კერძე მხატავ. კარგი, ახლა გაჩერდი, არ გამიბრაზო, ჩემი თამუნია ამუნია. რა გჭირთ ხალხო, რამე ახალი ვირუსია და დაგემართა. ვირუსია კი, ვირუსი. კარგით რა, დაღლედი იგი რა. როგორ თამაშობს, შეხედე რა. ცოტაც მაცადე, ცოტაც კეთება. მიდი აბა კარი გარე. ამას გამო. შემოდი ირაკლი. მე ისეთი ამბავი ვიცი. ვაიმე, შენ მე მკითხე რა ამბავი ვიცი. ირაკლი რა გახარებული ვარ? თქვენ მე მკითხეთ რა გახარებული ვარ. იცი ირაკლი რა გახარებულები ვარ, ვაიმე. თამარჩიკ, როგორ ხარ? რა ვიცი, დაღლილი. დაიღლებოდი თამარ. აბა რა იქნებოდა? ეს ცერათითი არის სუსტი. ასეა ეს ადამიანის ანატომია, ასე აწყობილი ბუნება მასე გაქვს, რომ სუსტია და ასე ინტენსიურად ხშირად რო აჭერ რაღაც გილაკებს. ეს იღლება მე ეს დაღლა ნერვს მოყვება, გადადის ასე და დაიღლებოდი თამარჩიკ, აბა რა იქნებოდა? ამასაც ვირუსია? კი, გავაღებ ერთი წუთი თამარი. ბახო, შემოდი თამარი სახლში. გამარჯობა. თამარი არა, ირაკლის ვეძებს. მოვიდა, ვახუნია დათუნია.
დათუნია, რა კარგად მოიფიქრე ირაკლი. სუმე მოვიფიქრე ხო? მოიცა. ეხლა ერთი წუთი მოიცა. დიახ. ეგ უთხარი შენ ვახოს? ვახუნია დათუნია? ხო. ხო აბა ამის გარდა არის ვახო აქ ვინმე? მოვიდა ვახუნია დათუნია. მოიცა ერთი წუთი. ეხა მე რო თამარს უთხრა თამუნია ამუნია? ჰა? და ჩემო ყინულის დედოფალო? ვაიმე. ჩემო ფერია? ჩემო მზის ხიბო? ჩემო ვარდის ფურცელო? ჩემო ოცნება? ჩემო სულის მნათობოც? კი. და ჩემო ახთან გორგასალოც? აი ახლა? ვაიმე. ვაიმე, რა თამაშია, წააგე ირაკლი. ირაკლი ბარში დამჭა ტელეფონი სალომე მითხრა ირაკლის გამოვატანო და მომეცი რა მეჩქარება ლა წყალი მომიტანეთ ამ აი ეს არის მომაშორე გადააგდი აქ მომეცი წყალი ვაიმე მე დამჭა დღეს მობილური ჩემ აქტებს აი სახლში ინები რა იყო ხალხნო რა ხასიათი გაგიფუჭდა არა რა ხასიათი გაგიფუჭდა კეთება კარგი რა ლაშა ესე იგი ეს მე შენ მეზეგენენეზე მეჯგერენეზე აიმე მე გაზარამანა გაჯარა ჯანანამა რა ვქნათ? რა ვიცი აბა რა უნდა ვქნათ და ბიჭებო რამინის გამოგზავნილი ცოტა არაყი მაქვს დარჩენილი და დავლიოთ დავლიოთ ბიჭებო ქორწილია ქორწილი დალე კი ჩემო ყინულის დედოფალო დაჯექი ჩემო ვახტანგ გორგასალ ლაშა ზუდი წამოგიღო შენც მარიკა რა ჭირსაბას არ ესმის? ირაკლი SMS-ი მიწერე თქვენ ხო ამბოლო დროს ეგრე ურთიერთობთ კარგი რა მარიკა კარგი რა ჩვენ ორივეს კარგი გვინდა და სიკეთე გვინდა თამარისთვის და იმიტომ თორე მე რა ხო ირაკლი წამომიღელუდი რა დასუყურებ მართალი ხარ ირაკლი მაგრამ კარგი გვინდა ჩვენ თამარისთვის თორე ახლა რა ჩვენ მოცილები ხო არა ვარ ლაშა ასე გვიან მოდის ჩემი ხმა არა ჩავფიქრდი ირაკლი აჰა რაღაცნაირად უნდა გამოვტეხოთ თამარი და ვახო არა მე ვგრძნობ რომ რაღაცას გვიმალავენ ეგ მეც ვგრძნობ მაგრამ რა ვქნა ლაშიკო
რა ვქნა მე ყველა ჩემი რესურსი ამოვწურე ხო და რაღაც გარეძალების დახმარება გჭირდება არა მარიკუნა არ ვიცი მე გარეძალები ვისაც სენდვიჩი უნდა მობრძანდეს მირთვას გინდა კი რა მედი დღეს მთელი დღე 100 გრამი ხაჭოს მეტი არაფერი მიჭამია მედი მოალბეთ ეს კაი სენდვიჩია მიიქნევთ ბატონაშა? რა შვები გასულ? ხო, მეკეთევანია. დიახ. გამარჯობა. მე თქვენი მეზობლის ვახტანგის დედა ვარ. უი, სასიამოვნოა. სახლში არ არის. შემთხვევით ხომ არ იცით როდის მოვა? არა ხალბატონო, არ ვიცით, მაგრამ მობძანდით და ჩვენთან და. არა, ნუ შეწუხდებით მე წავალ. რა შეწუხება? ჩვენ ნათესავები ვართ, ვახო, ჩემი მეჯვარეა. დიახ. თქვენ ირაკლი ჩხეიძე ხარ? მობძანდით. თქვენ კი მისი მეუღლე მარიკა. მობძანდით. თქვენ ნამდვილად გართო ხართ, ხო? მობძანდით, დამბძანდით ხალბატონო. დალი. დიახ, ხალბატონო დალი, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ მე ირაკლი ჩხეიძე ვარ. ეს მარიკა, ჩემი მეუღლე რა შეეხება აი ამ ყმაწვილს. ეს გახლავთ ჩვენი მეზობელი. უფრო სწორად რომ თქვათ, ჩვენი მეზობელის სიძე. კარგი კაცო შეგახავთ. ხალბატონო დალი, ყავა, ჩაი. ой, არა, გინაცოლი ნუ წუხდებით. ჩემო ვახუშკით მითხრა, რომ თქვენ თან ხორცელში არაჩვეულებრივი დრო გაუტარებია. კი, ძალიან მიხალისეთ ხალბატონო, ძალიან კარგი ხორცელი იყო. ვახტანგმა არფაზე ხომ არ დაუკრა? რაზეო? არფაზე. არაჩვეულებრივად უკრავს. ნახე. 7 წლები აქვს დამთავრებული, დიახ. ეს ჩვენი ვახუშტი არფაზე. არა, ხალბატონო. ძალიან დასანანია. არაჩვეულებრივად უკრავს. გაგიკვირდებათ და ჩვენ ქორწილში ყველაფერი იყო არფის გარდა. უკაცრავად. მარიკა გამარჯობა სახლში. მოდი. შემოდი. მიდი გაიცანი ეს არის მარიკუნა. ბატონო. ეს არის ჩვენი ახლო, ძალიან ახლო მეგობარის დედა, ქალბატონი დალი. ეს თამარია. თამარი ჩვენი უახლოესი მეზენე ადამიანი, ნამდვილად ადამიანია. გამარჯობა გინახავთ. თქვენ ჩემ ბიჭს არ იცნო? გაგას? სულას ვეძახით ხოლმე გაგალიკა გაგუშა ჩემთვის არ უთქვამს გაგას თვეძახდით დიახ სულ გაგა მიდი მოდი გაგა ცოლი როდის უნდა მოიყვანო და ის დიახ თქვენც ამას ეუბნებით თქვენ გაიხარეთ ძალიან ხშირად უთხარით ხოლმე იცით ძალიან ნერვიულ ვარ ცოლი რომ არ მოყავს არა და რა აქვს დასაწუნი არაჩვეულებრივი ბიჭია დინჯი გაწონასწორებული ენაცვალოს დედა თამარ თქვენ გათხოვილი ხარ? არა, ზამეჩქარება ჯერ. იცით რა არის თამარი ეძებს ესე დინჯ გაწონასწორებულ ადამიანს ბიჭს რა. თუ შეიძლება ერთი ჭიქა წყალი დამალება. ზგერენა მარიკუნა. მე მგონი ბავშვებმა გაიღვიძეს. ხო, ბავშვებმა გაიღვიძეს. ქალბატონო დალი გვაპატიეთ. ორი ბავშვი გვყავს ჩვენ. ხო, ყველაფერი ვიცით. ორნი ვართ და ბავშვიც ორი გვყავს. ამიტომ ერთი უნდა აიყვანოს, მეორე უნდა აიყვანოს. ჩვენ მანამდე თამარ. აი მე მოგიტან წყალს. ხო, მოგიტან წყალს. ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე. ცეცხლია. ძალიან დიდი მადლობა. კარგით, ახლა წავალ აღარ მოვახდენ. თორემ იცით რა, მოგაწოდებ. დიდი მადლობა შემოგე. დავუძახებ ირაკლის და მარიკას. ხო, ძალიან მეჩქარება. რა კარგი გოგონა.
გადასარევ. იქნებ ჩემ ვახტანგს თამარი გააცნოთ. იქნებ მოეწონოთ ერთმანეთი. ქალბატონო დალი. დარწმუნებული იყავით რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს რა მადლობა. მაშიკო. უკვე მიბრძანდები? მე წავალ, მეჩქარება, თქვენც მოგაცნობთ. გამოგვიარეთ ხოლმე ხშირად. დიდი მადლობა გამოგივლით, უეჭველად გამოგივლით. მოგძალ. რაიყო? რაღაც ისეთი შინაურიერი ქონდა. რაღაცნაირი, ხო? თითქოს შენი იყო ხო თამარი? მე გადასარევი ქალბატონი იყო. რა ქვია? ისე დალი ქვია თამარჩი და შენ თუ გინდა დედა დაუძახებ. მარიკა დალი ეს ამან. არა, თამარა, ეს ხუმრობენ, კარგ ხასიათზე არიან და წავედი ახლა სანამ ნერვები მომეშალო და დამიწყია ტივილი. მედი თამარჩი. ფერა ხართ კარგად, ხო თქვენ? ბატონლაშა, თქვენ შეამჩნევდით ალბათ, ხო? როგორ ჭუკჭუკებდნენ რძალდედამთილი. ირაკლი, რა მაინტერესებს იცი? ხო. თავიდან სულ ასე ჭუკჭუკებენ ხოლმე და მე რა ემართება? ერთს. ასე მითხრა არსენამ ჩემო სალომე. არა, მე რამდენიც უნდა მოვტყუდე ვერ გავიგე რა. ჯერ იყო ის აფერისტი, მის შენ არ იცოდი. მე თათო. მე წუთნახე ვარა. ეხა კიდე ეს ყლაპნები. გიყურებდით და შეიძლება გაგეცნოთ. ანა, სასიამოვნო კარგად ბრძანდებოდეთ. უკვე მიდიხართ? კი, მივდივართ. ტელეფონის ნომერი თუ შეიძლება. აი მე როგორ არ შეიძლება ჩაგაწერინებთ. როდის დაგირეკოთ? როდის დამირეკოთ? იცით რა არის? ნუ აჩქარდებით თქვენ. კარგად დაფიქრდით და ოჯახის შექმნას რო გადაწყვეტავთ, მე წამიყვანეთ მეჯვარეთ. თამადად. რა ვიცი? მოდი. ვა. თამარ, გაიცანი ეს დედა ჩემია. დედა, გაიცანი ეს თამარია ჩემი კარის მეზობელი. მე თამარს ვიცნობ უკვე. ხო, სასიამოვნოა. უკაცრავად მეჩქარება, ხო? ძალიან მომწონს. ხო, რა, კი, კარგი გოგოა. მერე თუ მომწონს დაპატიჟე სად? კარგი, დავაპატიჟე.